გამარჯობა და ყველას მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და გვისმენთ. მადლობა თანადგომისთვის. YouTube არხი აღმოჩნდა შვენიერი შესაძლებლობა ჩვენთვის რომ ყოველ ხუთშაბათს შემოგთავაზოთ ახალი ეპიზოდი, ახალი წიგნებით ან ძველი წიგნების გახსენებით, რომელთა გადაკითხვასაც ვუსურვებდით ყველას და ასევე ჩვენ გთავაზობთ ეპიზოდებს ჩვენი წარსულიდან, ისტორიიდან ნამდვილ ამბებს, იმ ამბებს, რომელიც ან უსამართლოდ არის მივიწყებული, ან უბრალოდ აუცილებელი მათი გახსენება, ან არ გვინდა რომ დავკარგოთ იმ ქართველების სახელები, ვინც განსაკუთრებული როლი და ფუნქცია შეასრულა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ან ჩვენ და სამწუხაროდ სხვა ქვეყნის ისტორიაში ითამაშა განსაკუთრებული როლი. დღეს გავიხსენებთ ქვეყანას, სადაც ეს ყველაზე ჭარბად და განსაკუთრებულად მოხდა, ეს არის ეგვიპტე, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ისტორიის მცოდნეებმა იციან, რომ ეგვიპტე არ იყო ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც უამრავი ქართველი აღმოჩნდა, ბავშვობაშივე მოტაცებული და გაყიდული, მამლუქები ან მამელუქები ეგრეთ წოდებული. ეს იყო თეთრი მონა, თუმცა სიამოვნებაში ზუსტად არ ნიშნავს თარგმანს, მონას არ გულისხმობდა ზუსტად სიტყვა მამელუქი, მაგრამ ჩვენთვის ეს არ იყო გადამწყვეტი ის იყო, რომ უამრავი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ნაცვლად საკუთარი ქვეყნის ბედნიერებისა ხმარდებოდა სულ სხვა იმპერიებს, სულ სხვა ქვეყნებს, სულ სხვა სახელმწიფოებს და ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს ადამიანები წდებოდნენ თავიანთ მშობლიურ გარემოს და ჩვენ კონკრეტულად ეგვიპტის ამბავი ყველაზე კარგად ვიცით ალბათ მაინც დავით რონდელის გამო. დავით რონდელი იყო შესანიშნავი ქართველი კინორეჟისორი, რომელმაც 1959 წელს გადაიღო ფილმი ხვიჩა და გოჩა, მამლუქი ერქვა მოთხრობას, რომლის ავტორიც გახლდათ ქართველი მწერალი კონდრატე თათარაშვილი, მას ჰქონდა ფსევდონიმი, მაშინ ერთგვარი მოდა იყო და თითქმის ყველა მწერალს და პოეტს ჰქონდა ფსევდონიმი, საერთოდ ყველა ავტორს და უიარაღო იყო მისი ფსევდონიმი. კონდრატე თათარაშვილი იყო თვითონ სხვათა შორის სასულიერო პირი და როგორც თვითონ ამბობდა, ყველაზე მეტად იმიტომ დაწერა ეს მოთხრობა, რომ იმიტომ იმაზე ბრაზდებოდა, რომ საქართველოს ისტორიაში რამდენიმე საუკუნის მანძილზე, როგორც ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, მილიონობით ბავშვი არის გაყიდული და ამ გაყიდვაში, არამხოლოდ მოტაცებაში, გაყიდვაში მონაწილეობას იღებდნენ თვითონ ქართველებიც. სამწუხაროდ ასეთი სამარცხვინო ფურცელიც არსებობს ჩვენს ისტორიაში, როგორც არ უნდა დავმალოთ, ხო იცით თვითონ ჭირი ვერ დამალავს თავის თავს და სამწუხაროდ ეს ხდებოდა. ჩვენ ახლა გვიკვირს როგორ არიან რაღაც ბიზნესში, ნავთობი იქნება თუ მშენებლობა დამპყრობლებთან ერთად და აი წარმოვიდგინეთ, რომ ადამიანები იყვნენ არა ერთი და ორი საქართველოში, რომლებიც ამ ტერმინს არ ხმარობდნენ ბიზნესს, მაგრამ ყველაზე სამარცხვინო ბიზნესში, ბავშვების მოტაცების და გაყიდვის ბიზნესში იყვნენ დამპყრობლებთან ერთად და სამწუხაროდ ეს დიდხანს გრძელდებოდა და ასე აღმოჩნდნენ იმ მოთხრობის პერსონაჟებიც კონდრატე თათარაშვილის მიხედვით. თვითონ სასულიერო პირი იყო კონდრატე თათარაშვილი, სხვა შორის სასულიერო პირი იყო, მაგრამ გააძევეს ეკლესიიდან იმის გამო, რომ სხვა ქართველ ღირსეულ სასულიერო პირებთან ერთად მე-19 საუკუნის ბოლოს ძალიან აქტიურად დაიწყო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად და ეს რუსეთის იმპერიის პერიოდია, იცით, როცა გაუქმებულია საერთოდ ქართული ეკლესია და ამის გამო ის საერთოდ გააძევეს და მერე იძულებული გახდა დაეტოვებინა. საქართველოს გააძევეს, სწავლობდა სხვა შორის ბრიუსელში, გეოლოგი გახდა მერე და მეცნიერი და მერე პედაგოგი და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც მწერალი ჩვენ მას ვიცნობთ და როგორც ამ მოთხრობის ავტორს და როგორც ფილმის ავტორს. ახლა ეს ფილმი ალბათ ბავშვობიდან ყველას გვაქვს ნახი, ჩემი თაობის ადამიანებს მით უმეტეს შეიძლება შემდეგ თაობას არა, მაგრამ ჩვენი თაობის ყველა ბავშვს ალბათ ნანახი აქვს ხვიჩა და გოჩა. და მოკლედ ეს არის იმ მამელუქების ისტორია და თავგადასავალი, რომელიც აღმოჩნდნენ ეგვიპტეში. ეგვიპტეში იმდენად გაძლიერდა სხვათა შორის წარმოშობით ქართველი, სხვა კავკასიელებიც იყვნენ, რასაკვირველია, მარტო ქართველები არ ფასობდნენ ძვირად ბაზრებზე, როგორც წესი, ყველაზე მეტად ფასობდნენ და ყველაზე კარგად იყიდებოდნენ ქართველი გოგო-ბიჭები და ჩერქეზები სხვათა შორის და ჩერქეზებიც იყო ძალიან დიდი მოთხოვნა ქართველებივით. და ულამაზეს გოგოები და ბიჭები, ჯამთელი და მებრძოლი და ხდებოდნენ სარდლები, მთავარ სარდლები და ეგვიპტეში ისე მოხდა, რომ უზარმაზარი ეგვიპტეს, იცით, უზარმაზარი ქვეყანა,
ჩრდილოეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ აფრიკაში და ამ უზარმაზარი ეგვიპტის რამდენიმე ათეული ბეგი, ანუ მართველი მთელ ეგვიპტეში იყვნენ სულ ქართველები. ისე მოხდა, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს ქართველები აკონტროლებდნენ ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს, იმდენად, რომ ცნობილი მიმართვა ნაპოლეონ ბონაპარტემ 1798 წელს მიადგა ეგვიპტეს და კაიროს აღებამდე გაავრცელა რამდენიმე ენაზე მიმართვა კაიროს მოსახლეობისადმი, რომ რატო უნდა მოეთმინათ კაიროს და ეგვიპტელებს ქართველების და კავკასიელების ბატონობა და მმართველობა ეგვიპტეში. ისეთი გაძლიერებული იყვნენ წარმოშობით ქართველი ბეგები. რა თქმა უნდა, ეს როგორც ხდებოდა, ეხლა გასაგებია, რომ იზრდებოდნენ, ძლიერდებოდნენ და ახლაც ასია მთელ მსოფლიოში ბოდიში არ მინდა რომ ვინმე კიდევ გამლანძღოს იმის გამო რის გამოც ხშირად მლანძღავენ ხოლმე რომ ქართველებს ვაქებ, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ მე არ ვამბობ რომ ყველაზე ჭკვიანები ჩვენ ვართ, მაგრამ ყველაზე ნიჭიერები ჩვენ ვართ და ახლაც მთელ მსოფლიოში სადაც კი ქართველი სწავლობს ნებისმიერ უნივერსიტეტში, ნებისმიერ პროფესორს შეგიძლია კითხოთ, როგორ გამოირჩევიან კაშკაშკა ნიჭიერებით ქართველები. მაშინაც ასე იყო, როგორც ჩანს, იმდენად გამოირჩეოდნენ ყველგან ეს მაგორტო ეგვიპტეს არ ეხება, რომ ეგვიპტეს მმართველები გახდნენ ქართველი ბეგები. სხვა შორის ნაპოლეონის მიმართვის მერე ეს არ იყო შემთხვევითი მიმართვა, იცით ალბათ და ყველა მიცის, ვისაც ისტორია უყვარს და მით უმეტეს ნაპოლეონის ისტორია, რომ თავარი ბრძოლა გაიმართა იქვე კაიროსთან ხეოფსის პირამიდებთან. ხეოფსი არის ყველაზე მაღალი პირამიდა და სინამდვილეში არც ისე ახლოს მოხდა ეს შეტაკება, როგორც ეს ისტორიკოსები ყვებიან, მაგრამ ეს ამბავი დარჩენილია ისტორიოგრაფიაში ამ ტერიტორიით, იმიტომ რომ ნაპოლეონმა ახსენა თავის მიმართვაში, თავისი ჯარისკაცების მიმართ პირამიდები. თქვა, რომ აი 40 საუკუნის პირამიდები გადმოჰყურებენო და ჩაითვალა, რომ პირამიდების ძირში იყო შეტაკება. ანუ ზუსტად იქ არ იყო, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცით და რაც დანამდვილებით მოხდა, ეს იყო ქართველების განსაცვიფრებელი ბრძოლა და მე ამდენი ენერგია და ამდენი ძალა რო ჩვენი ქვეყნისთვის დაგვეხარჯა, ისე იომეს ქართველებმა თურმე რომ ნაპოლეონმა თქვა, რომ კიდე კარგი რომ ორგანიზება არ შეგვიძლია, როგორც ჩანს ეგრეთ შეგვატყოს, რომ ჩვენ არ ვიყავით კარგი ორგანიზატორები, თორემ კარგი მეომრები ვიყავით და სხვა შორის ძალიან დაინტერესდა ერთ-ერთი მთავარსარდლის ბედით და წარმომავლობით ეს იყო მურად ბეი, რომელიც თბილისელი ქართველი იყო სხვათა შორის და რომლის სახლში მისვლაც მოისურვა მერე სახლის ნახვა მოისურვა ნაპოლეონ ბონაპარტემ და მიიყვანეს და აღმოჩნდა, რომ კაიროში იმ სახლის ეზოში, სადაც ცხოვრობდა მურად ბეი, ერთ-ერთი მთავარი ბეგი და მმართველი და მთავარსარდალი, აღმოჩნდა, რომ ვენახი ჰქონდა გაშენებული და თუმცა აუხსნეს, რომ ეს ქართველია და ანუ სადაც არ უნდა მიდიოდეს ქართველი, ვენა იმდენად არიან ვენახზე და ვაზზე დამოკიდებული, რომ ყველგან გაახარებენ ხოლმე ვენახს და ვაზსო და სხვა შორის ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ამ ნაპოლეონს ამ ექსპედიციაში, ეგვიპტის ექსპედიციაში, როგორც ისტორიოგრაფიაში უწოდებენ, თან ახლდა მთელი კორპუსი ფრანკი მეცნიერების. ანუ ეს არ იყო უბრალოდ საბრძოლო ექსპედიცია, ეს იყო შესწავლა, ეს იყო კვლევა და ეს იყო, რა თქმა უნდა, ძარცვაც, იმიტომ რომ იმდენი რამის წაღება უნდათ გემებით ეგვიპტიდან. ნუ ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც არა მხოლოდ ფრანგებმა, სხვადასხვა იცით ალბათ, რომ ეგვიპტური ცივილიზაციის ძალიან ბევრი მარგალიტი, ძალიან ბევრი არტეფაქტი ევროპის უამრავ ქვეყანაშია და არა მხოლოდ ევროპის, სწორედ იმის გამო, რომ გაქონდათ ნაწილ-ნაწილ. ნუ ჩვენ გვაქვს ერთადერთი საოცრება გვაქვს, შეიძლება იცით, რახან ეგვიპტეზე საუბრობთ, შეიძლება იცით, რომ ჩვენს გვაქვს სახელმწიფო მუზეუმში ნამდვილი ეგვიპტური უძველესი მუმია, არ ვიცით ის ფარაონს ეკუთვნის თუ ნებისმიერ რიგით ეგვიპტელს, ძველ ეგვიპტელს, იმიტომ რომ კაიროს მუზეუმში ვინც ყოფილა, აი მახსოვრება ეს შოკი, რომ მეც პირადად ნამდვილად მეგონა, რომ ეს ულამაზესი სარკოფაგები კეთდებოდა და მზადდებოდა ამ უძვირფასესად შესრულებული მხატვრობით თუ მოპირკეთებით კეთდებოდა ფარაონებისთვის ან დიდებული ადამიანებისთვის და იმდენი ასეულ ათასობით აქვს, ანუ ნებისმიერი რიგითი ეგვიპტელიც კი ასეთ სარკოფაგში განისვენებდა და გვაქვს ერთი მუმია, რომელიც ჩამოიტანა საქართველოში გიორგი ავალიშვილმა. ეს გიორგი ავალიშვილი იყო დრამატურგი და მწერალი და მოგზაური და მეცნიერი და ჩვენი ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეტის ბიძა, ანუ დედამისის ძმა.
რომელმაც ჩამოიტანა მუმია, იყიდა ეგვიპტეში და სხვა შორის ცნობილია მისი პასუხი, როცა ეკითხებოდნენ საზღვრებზე, რომ სადაც აკრძალული იყო, ესე იგი ეგვიპტიდან გამოტანა, დანარჩენ ყველაფერი უკანონოა მოგეხსენებათ, რო არ ყოფილიყო უკანონო, ეუბნებოდა ასეთ საოცარ რამეს პასუხობდა გიორგი ავალიშვილი, ქართველი მწერალი, რომ ბებია მყავდა წაყვანილი ეგვიპტეში, აჩემებული ქონდა პირამიდების ნახვა და ჩავიყვანე ვაჩვენე და იქ გარდაიცვალა და უკან მომაქვს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხა ნახოს ჩვენ სახელმწიფო მუზეუმში, იქ ინახება ეს მუმია, ვისი მუმია, ნუ გიორგი ავალიშვილის ბებიის მუმია ნამდვილად არ არის, მაგრამ ვისი მუმია ჩვენ არ ვიცით და ერთ-ერთი რაც ზუსტად ვიცი, რომ ეგვიპტურია და არის 35 საუკუნეზე ძველი. სხვათა შორის ნაპოლეონის წასვლის შემდეგ კიდევ დიდხანს ეგვიპტეს მართავდნენ ქართველი ბეგები. დამაუწყდა იმის, რომ ამ მეცნიერებისგან რომელიც თან ახდენ ნაპოლეონს, რა თქმა უნდა, მას ჰქონდა ინფორმაცია ქართველების შესახებ, მამელუქების შესახებ და მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს ეგვიპტის მართველი ბეგები, მიუხედავად იმისა, რომ არაქართული სახელები და გვარები ჰქონდათ, იყვნენ წარმოშობით ქართველები და თავისი გვარები ყველას ახსოვდა. მაგალითად, იგივე სინჯიკაშვილი, რომელიც მარტყოფელი იყო და რომლის გამოგზავნილი ფულითაც ეკლესია აუშენეს მის დედას, ანუ საქართველოში და სოფელ მარტყოფში დაშენ დედას, თვითონ მუსულმანი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის ასაშენებლად ფულს აგზავნიდა და სინჯიკაშვილები არ იყვნენ ერთ-ერთი გამონაკლისი. იბრაჰიმ სინჯიკაშვილს სხვადასხვა ძეგლი დაუდგეს, ნახი ამას წინათ მარტყოფში და ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი რამე მოხდა, იმიტომ რომ პირდაპირ ცენტრში შუაგულ მარტყოფში დაუდგეს მას ძეგლი და ეს ძალიან სასიხარულოა, რომ ესე ჩვენი ისტორიის ნაწილია. კი, იბრაჰიმ სინჯიკაშვილი და სხვა ქართველებიც ყოფილი, გატაცებული და მოტაცებული, მოპარული და გაყიდული ქართველები სხვა სახელმწიფოებს ემსახურებოდნენ, მაგრამ ეს იბრაჰიმ სინჯიკაშვილი იყო მართლა ძლიერი მართველი, ძალიან ცნობილი და სახელოვანი და ასეთი იყო ბევრი. და სხვა შორის ისე მოხდა, რომ მე იმდენად დაინტერესდა, როგორც ჩანს, იმდენად მოიხილა, იმდენად მოეწონა ნაპოლეონს ეს ქართული ამბავი, ქართველების ამბავი, ქართველების ძალა, ენერგია და ნიჭი და განსაკუთრებით ესა უნარები, რომ წაიყვანა იქიდან, იცით ალბათ, ეგვიპტიდან წაიყვანა თან რამდენიმე წიგნიც არსებობს, ქართულადაც გამოვიდა ნაპოლეონის ქართველი, რომელიც მისი მიურიდი იყო, მისი მარჯვენა ხელი იყო დიდხანს და მე თვითონ ესე იგი როსტომი ერქვა, ზოგან სხვა სახელი ქვია, მაგრამ დღემდე არის საკამათო, რომ ქართველი იყო თუ უბრალოდ თბილისელი, მაგრამ ეს არ არის მთავარი ის არის, რომ რაც მე მოხდა, გასაოცარი ისტორია ნაპოლეონის წასვლის შემდეგ ნაპოლეონმა ვერ მიაღწია ყველა იმ მიზანს, რაც რა თქმა უნდა ჰქონდა ეგვიპტეში, დაემთხვა ის, რომ ესე ქართველების, ანუ უკვე გაეგვიპტელებული, ეგვიპტის ძველი სახელი მისრეთი იყო, ჩვენი წევრები მისრეთსაც უწოდებდნენ ხოლმე, მოუწია დატოვება ნაპოლეონს, იმიტომ რომ ამ დროს ინგლისის ფლოტი ძალიან გაძლიერებული იყო, მოგეხსენებათ და აიძულეს ინგლისელებმა, რომ ფრანგებს უკან დაეხიათ. თან თვითონ საფრანგეთში და პარიზში შეიცვალა ვითარება და მოკლედ ეს ქართველი ბეგები კიდევ უფრო გაძლიერდნენ, კიდევ უფრო დაწინაურდნენ და მთელი ეგვიპტის მართვა გააგრძელეს უკვე როგორც ძალიან ძლევამოსილებმა, თუმცა როგორც სხვაგან მოხდა მაგალითად ერაყში ან სხვაგან ვერ მოითმინეს, რომ ვიღაცის მორჩილებაში უნდა ყოფილიყვნენ, ეგვიპტეც ამ პერიოდში იყო ემორჩილებოდა პორტას ოფიციალურად და ადმინისტრაციულად და წარმოადგენდა ოსმალეთის იმპერიის ნაწილს, მაგრამ ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ როგორც დაუდ-ფაშამ, სიამოვნებაში მანუელაშვილმა, დათუნა მანუელაშვილმა გადაწყვიტა, რომ ერაყი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ასე გადაწყვიტეს ეგვიპტის ქართველ მმართველებმა, ეგვიპტე უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც ჩანს ეს გენეტიკის ნაწილი იყო, გინდა ეგვიპტელი გამხდარიყავი, გინდა ერაყელი, ქართველი თუ ხარ წარმოშობით, სულ გინდა რომ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძო და იქაც ეს მოინდომეს ეგვიპტეშიც ქართველებმა და უარი განაცხადეს, დამორჩილებოდნენ სტამბოლის მმართველობას, ოსმალეთის იმპერიის პორტას, მაღალ პორტას, როგორც ოსმალები უწოდებდნენ და ამ პერიოდში, როგორც ჩანს, სპეციალურად დაუნიშნეს ეგვიპტეში ეგვიპტის ფაშად ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ადამიანი მუჰამედ ალი, ვისი სავარაუდოდ ვისი
სახელის მერე ფსევდონიმად აიღო კასიუს კლეიმ ლეგენდარულმა მოკრივემ, ვისაც უნახავს ეს მოკრივე მასე ასპარეზზე, რინგზე, ეს იყო საოცარი და ფენომენალური მოვლენა. აი მან გადაიკეთა, იცით ალბათ კასიუს კლეიმ გადაიკეთა, დაირქვა მუჰამედ ალი. სხვა შორის ძალიან მინდოდა ამის დადგენა, სწორედ მუჰამედ ალის გამო გადაიკეთა თუ არა, რომელსაც ჩვენ მოგვიტანა ამდენი უბედურება, თუ ეს უბრალოდ დამთხოვა იყო სახელის, მაგრამ რაც არ იყო შემთხვევითი და რაც არ იყო რაც არ არის გაურკვეველი და არ იწვევს კამაც, ეს არის ამ მუჰამედ ალის, იმ მუჰამედ ალის უпростоრად სისასტიკე, რომელიც გამოიჩინა ქართველი ბეგების მიმართ. 1811 წლის 1 მარტს დაპატიჟა თავისთან, ეს არის კაიროში ციტადელი, რომელიც სასახლე და ციტადელი, რომელიც აშენებულია სალადინის მიერ, ჩვენ სალადინს უწოდეთ, მაგრამ სინამდვილეში ერქვა სალაჰ ად-დინ, ეს იყო დიდი ქურთი მართველი, დიდი მებრძოლი და სხვა შორის ძალიან უცნაური და მნიშვნელოვანი ფიგურა, არა მარტო იერუსალიმის და აღმოსავლეთის, კონკრეტულად ეგვიპტის და კაიროს ცხოვრებაში, აი მის ციტადელში იქ დაიბარა ვითომ მოლაპარაკებაზე ერთ ქართველს, ეს იყო ამინ ბეი, წარმოშობით ქართველი, ყველა მიცოდა თავის გვარები რა საკვირველია, ამინ ბეის გადაესხა ყავა მიღებაზე. ყველა ქართველი ერთად დაპატიჟა მუჰამედ ალიმ სასახლეში 1811 წლის 1 მარტს და დაიბარა მიღებაზე, გადაესხა ყავა, ნუ ამბობენ რომ შეიძლება თვითონ გადაისხა, იმიტომ რომ მიხვდა რომ რაღაც არ მოეწონა, ან ინტუიციით მიხვდა რომ რაღაც ცუდი ამბავი იყო და დატოვა სასახლე, იმიტომ რომ ასე ვერ დაველაპარაკებიო, ყავა გადასხმული გამოუვიცვლიო და ის აღარ დაბრუნებულა. დანარჩენი ყველა ქართველი ამ ყავის და მიღების შემდეგ ამ ჩაკეტილ ციტადელში ამოხოცეს მუჰამედ ალის ბრძანებით, ისე გაჟლიტეს ეს ქართველები, ეს რამდენიმე ათეული ბეგი იყო, ყველაზე ძლიერი მმართველები მთელი ეგვიპტის, ასე მუხანათურად, რომ თუმე კიდევ დიდხანს ეს ციტადელიდან ქალაქში სისხლი ჩამოდიოდა. სხვა შორის ერთ-ერთი ქართველი ასევე ვინც გადაურჩა, იყო ვიღაც ჰასან ქართველი. ჩვენ არ ვიცით მისი გვარი, მაგრამ ვიცით რომ ნუ უკვე ეგვიპტეში ჰასანი ერქვა, ნამდვილი სახელი აქვს, მაგრამ ქართველი იყო, იმიტომ ვიცით რომ არა მარტო ბევრი წიგნი არსებობს მის შესახებ, არამედ ფილმიც კი არსებობს, რომელსაც ასე ერქვა ჰასან ქართველი. სანამ რუსები შევიდოდნენ ეგვიპტეში, ფაროვი ყავდათ მეფე, რომელსაც კინო ძალიან უყვარდა და ეგვიპტური კინო ძალიან განვითარდა და ამ ჰასან ქართველზე ფილმიც აქვს გადაღებული, რომელიც ასევე ამ დახოცვა როგორც კი დაიწყო ამ ჩაკეტილ ვიწრო გასასვლელში, მოახერხა ცხენს და ციტადელიდან ამ უშველებელ იმას კედელს გადააფრინდა ცხენით და გაიქცა ნუბიაში, მაშინ და ნუბიაში. ანუ ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი და მასზე ფილმიც არის გადაღებული. ნუ რასაკვირველია, მან დამთავრდა ქართული მმართველობა 1811 წლის 1 მარტს. ყავდა შესანიშნავი ისტორიკოსი, მეცნიერი ბატონი გოჩა ჯაფარიძე, რომელიც ყველაზე აქტიურად და მონდომებით იკვლევდა ეგვიპტის ქართველების თავგადასავალს, სამწუხაროდ ბატონი გოჩა გარდაიცვალა. ამიტომ ყველას ვურჩევ რომ მის წიგნებს გაეცნოს, წაიკითხოს, ვისაც ჩემსავით აინტერესებს და მაინც მისტირის დაკარგულ ქართულ ენერგიას, რომელიც სხვა ქვეყნებს მოხმარდა, სხვა ჯარებს და სხვა არმიებს და დაგვაკვდა ჩვენ სამწუხაროდ. მინდა მადლობა გითხრათ ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ გთხოვოთ დახმარება, რომ ჩვენმა YouTube არხმა იარსებოს და ეს გადაცემა ყოველ ხუთშაბათს ახალი ეპიზოდებით შეივსოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.